სწორედ ამას ითხოვენ ევროპარლამენტარები ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურებისგან, რომ თუ საერთო სანქციები ვერ წესდება ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ, ისე როგორც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ხელში კვლავ არის სხვა დამატებითი ბერკეტები, რათა გააძლიერონ ზეწოლის მექანიზმი ბიძინა ევანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ და მათ შორის ერთ-ერთი არის ინდივიდუალური სანქციები, რომელიც ევროკავშირის 25 ქვეყანას შეუძლია დაუწესოს ოლიგარქის რეჟიმს, უშუალოდ ბიძინა ევანიშვილს და ასევე სანქციები დაუწესონ ბიძინა ევანიშვილის უახლოეს გარემოცვას, ქართული ოცნების ხელისუფლების მაღალ ჩინოსნებს და სანქციები შეეხოს შენგენის ზონაში ვიზების გაცემასაც. ამას ელოდებიან ევროკომისიისგან ევროპარლამენტარები და დებატები, რომელიც დღეს გაიმართება რამდენიმე საათში, სწორედ ამ მოთხოვნასაც შეიცავს, რომ ევროკომისიამ და კომისიის ერთ-ერთმა მაღალ ჩინოსანმა გაფართოების საკითხებში კაია კალასმა წარადგინოს ეს წინადადება, როდესაც ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან, რომ თუ ერთიანი სანქციები არ წესდება, მაშინ ინდივიდუალურ რეჟიმში სახელმწიფოებმა დააწესონ ეროვნული სანქციები. თავად ის ფაქტი, რომ დიპლომატიურ პასპორტებს ევროკავშირმა სანქციები დაუწესა, შესაძლოა არ იყოს საბოლოო ვარიანტი და ევროკავშირმა შესაძლოა გააძლიეროს უფრო მეტად დამატებითი ზომები ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ, თუმცა ეს ამავდროულად არის გზავნილი ბიძინა ევანიშვილისთვის, რომ ყველა სანქცირებული პირი დღეს ევროკავშირისთვის არის პერსონა ნონ გრატა და ეს უფრო მეტად დიპლომატიური პასპორტებისთვის სანქციების დაწესება უფრო მეტად არის პოლიტიკური გზავნილი მათთვის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლება არ წარმოადგენს ლეგიტიმურ პოლიტიკურ ძალას ევროკავშირისთვის. უპირველესად ცხადია ველოდებით შეთავაზებებს ევროკომისიის მხრიდან. მისი უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი მთავარი ლიდერია, როდესაც საუბარია ინდივიდუალურ თუ სექტორულ სანქციებზე. ევროპარლამენტის მომდევნო სესიისას შეიძლება ჰქონდეს კიდევ ერთი რეზოლუცია საქართველოზე, კონკრეტული მოწოდებებით ევროკომისიისა და ევროსაბჭოს მიმართ, რომ მათ გადადგან პრაქტიკული ნაბიჯები იმ არალეგიტიმური მთავრობის მიმართ წნეხის განსახორციელებლად, რომლადაც ახლა ქართული კოშმარი იქცა. ასევე არავის გამოურიცხავს ის, რომ ევროკავშირის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სანქციების დაწესება. ეს შეიძლება იყოს გზავნილი ქართული კოშმარის შიდა წრის წარმომადგენლების, მასთან დაკავშირებული პირებისთვის, რომ წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ინდივიდუალური სანქციების დაწესება შენგენის ვიზის გაცემაზე. თუ ერთი წევრი სახელმწიფო შეიყვანს ამა თუ იმ პირს პერსონა ნონ გრატების სიაში, არასასურველი პირების სიაში, ეს ნიშნავს, რომ ვერც სხვა სახელმწიფოები გაცემენ მასზე შენგენის ვიზას. ასე რომ ესეც კიდევ ერთი ინსტრუმენტია, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ევროპარლამენტს არ მოსწონს ის, რასაც ახლა აკეთებს ევროკავშირი, ევროკომისია და ევროპული საბჭო და უფრო ხის ქმედებებს ელოდებიან ევროკავშირის აღმასრულებელი სტრუქტურებისგან. შესაბამისად, დღეს გამართული დებატები არამხოლოდ შეიცავს მოთხოვნას ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, რომელიც საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფალს მოუყვანს და უფრო მეტად ასახავს ქართველი ხალხის ნებას, არამედ მოთხოვნებიც იქნება ევროკომისიის და ევროპული საბჭოს მიმართ, რომ უნდა იმოქმედონ ისე როგორც მოქმედებს შეერთებული შტატები და შეერთებულ შტატებთან ერთად კოორდინაციაში უნდა ერთი მხრივ დაუწესონ სანქციები ოლიგარქს და მეორე მხრივ მოხდეს ივანიშვილის რეჟიმის აკრძალვა, როგორც ამას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი კონგრესი აკეთებს. ევროკავშირის რეზოლუცია იქნება თანხმდროში მის როგორც სულისკვეთებასთან ასევე ტექსტებთან, რომელიც აქამდე გვინახავს საბოლოო ჯამში იმის გათვალისწინებით, რომ ახალი კომისია 1 დეკემბრიდან დაიწყო უკვე საქმიანობა და თითქმის 2 თვე გავა ძალიან მალე რაც ის მოქმედებს. რა თქმა უნდა, მე მაქვს მოლოდინი, რომ უკვე ახალმა კომისიამ 2 თვეა დაიწყო მუშაობა და შესაბამისად მისი მოქმედებები საქართველოსთან მიმართებაში კიდევ უფრო აქტიური გახდება. პირველი გადაწყვეტილება დიპასპორტებთან დაკავშირებით უკვე ეფექტურია და ვიცით ჩვენ ეს რომ სახეზეა, მაგრამ ეხლა გაჩერება არ შეიძლება და ვფიქრობ, რომ ევროპარლამენტში ინიცირებული ეს დებატების და რეზოლუციაც სწორედ იმას ემსახურება, რომ გაცოცხლდეს საქართველოს საკითხი ახალი კომისიის. საკმაოდ ყოვლისმომცველი იქნება ის რეზოლუცია, რომელიც თებერვალში დამტკიცდება და როგორც უკვე გითხარით, ეს არის რიგით მე-6 რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს ევროპარლამენტის სახელით ევროკავშირს, რომ სანქციები დაუწესონ ბიძინა ევანიშვილის რეჟიმს და აღიარონ ერთადერთ ლეგიტიმურ ძალად სალომე ზურაბიშვილი, რადგან ევროპარლამენტში უმრავლესობა დეპუტატებისა ფიქრობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, ამას მოწმობს ეუთო უდირის საერთაშორისო დასკვნაც, რომელიც არის პრაქტიკულად აღიარება იმისა, რომ
არჩევნები ევროკავშირის სტანდარტებით არ ჩატარებულა და იყო სერიოზული დარღვევები, ამიტომაც ევროპარლამენტი მოუწოდებს ოლიგარქის რეჟიმს, რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ევროკავშირის სტანდარტებით და საბოლოო ჯამში ამ მოთხოვნების ერთობლიობით რეზოლუციას უკვე თებერვალში ვნახავთ, რაც შეეხება დებატებს. დებატები საქართველოში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით და უკანონო პატიმრებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ რეპრესიებზე, რომელსაც ოლიგარქი ახორციელებს, რამდენიმე საათში დაიწყება თბილისის დროით 4-ზე და დღის განმავლობაში, დღის ბოლოს შედგება დებატები, რომელიც სტრასბურგში გაიმართება.